რა გაგახარებთ სულ მალე. მოგესალმებით, ჩამოძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიკანა არკანა, ჩემი სახელი არის ვიქტორია და მოდით ვნახოთ დღეს ორ ვარიანტიანი საჯარო გაშლა თემით თუ რა გაგახარებთ სულ მალე, მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, უნდა ირჩიოთ ერთი. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში. და ნახოთ აბა რა გაახარებს პირველ ვარიანტს სულ მალე და რა გაახარებს მეორე ვარიანტს სულ მალე. აირჩიეთ სასურველი, პირველი ვარიანტი ასეთი გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი. აირჩიეთ, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. თქვენ რა გაგახარებთ სულ მალე. კარიერული ზრდა, კარიერული სიახლეები. და პირველ რიგში აქ კარიერასთან დაკავშირებით იქნება რაღაცეების გარკვევა. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს სავსებით შესაძლებელია იყოს დაწინაურება, პოზიციის ამაღლება, პოზიციის შეცვლა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის რაღაც ისეთი მოვლენა, რაც თქვენს კარიერას წინ წაიყვანს. თუ თქვენ მაგალითად შემსავით კლიენტების რაოდენობაზე მუშაობთ, აქ კლიენტების მოზღვავება იქნება და პლუს ამასთან ერთად მე რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, თითქოს რაღაც, რაც აქამდე იყო სამსახურთან დაკავშირებით, ან კარიერასთან დაკავშირებით თქვენთვის ფარული, გაურკვეველი, ზუსტად ის გაერკვევა. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გაახარებს პირველ ვარიანტს ახლო მომავალში, რა გაგახარებთ. პენტაკლების 10-იანი და არკანი მეეტლე. აი, როგორც გითხარით, კარიერული წინსვლა, კარიერული წარმატება, კარიერაში მეტი სტაბილურობა. ნახეთ, ვიღაცისთვის აქ სავსებით შესაძლებელია იყოს საზღვარგარეთ მუშაობის საკითხი, ან რაღაც ისეთი, რაც კავშირში არის მგზავრობასთან, იმიტომ რომ აქ არკანი მეეტლეც ამოვიდა. ასევე თუ თქვენ მაგალითად გაქვთ იმის სურვილი, რომ სადმე წახვიდეთ და ამისათვის თანხას აგროვებთ, ან რაღაც მოგზაურობასთან დაკავშირებული გეგმები გაქვთ, სადაც ფინანსები ჯერჯერობით ხელს არ გიწყობენ ან ვერ გიწყობენ, აქ თქვენ სამყარო პირდაპირ გეუბნებათ იმას, რომ თქვენ გაგახარებთ ზუსტად ის, რომ გექნებათ ამის საშუალება. მოკლედ რომ ითქვას, რა სახის ფინანსური პრობლემაც არ უნდა იყოს, ეს ფინანსური პრობლემები ნელ-ნელა აუცილებლად დაიწყებს გადაჭრას და ზუსტად ეს გაგახარებთ თქვენ ახლო მომავალში. ასევე ჩანს აქ ფინანსური ენერგიის გასტაბილურება, გამყარება, ანუ სადაც თქვენი ფინანსური ენერგია შემოდის თქვენს რეალობაში ბევრად უფრო მყარად, ბევრად უფრო სტაბილურად და იცით, აქ რაღაც პატარა მგზავრობას მაინც ვხედავ. თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ უკვე მოგზაურობა, სადაც ფინანსებიც ყოფნით და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ ეს მოგზაურობა თქვენთვის იქნება საბედისწერო კარგი გაგებით, იმიტომ რომ თქვენს ფინანსურ ენერგიას უფრო მეტად გააცოცხლებს. ასევე სავსებით შესაძლებელია აქ იყოს რაღაც ახალი კარიერა, ნახეთ, უფრო სიარკანი სულელი ამოვიდა და არკანი ხმლების 2-იანი. აი, რაღაცეების გარკვევა ჩანს ძალიან ინტენსიურად. რაღაც გაურკვეველის გარკვევა, რაღაც გაუგებრის გაგება. შესაძლებელია თქვენ რაღაც ბიზნესი გაქვთ და ბოლომდე ვერ ხვდებოდით როგორ უნდა მართოთ იგი, ხო? ან შესაძლებელია რაღაც ისეთი მომენტი იყო თქვენს რეალობაში, რომ ფიქრობდით სადმე გადასვლა სხვა ქვეყანაში ან სხვა ქალაქში ღირს თუ არა ფინანსების გამო, ან გამოვა თუ არა ფინანსების გამო და ეს გამოგივათ. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ნეგატიურს ნამდვილად ვერაფერს ვერ ხედავ, კი თავისი დაბრკოლებები აქ იქნება, ყველაფერი მარტივად და იდეალურად შეიძლება არ იყოს, მაგრამ აქ თქვენთან პირდაპირ მოდის ასეთი მესიჯი და არ ვიცი რამდენმა თქვენგანმა შეამჩნია, აქ პატარა მწვანე არსება დაფრინავს, შემოფრინდა ესეთი პატარა მესიჯი გვაქვს ჩვენ, რომ აქ თქვენი გზა ივსება თვით შემეცნებით, ფინანსური ენერგიით და ფინანსური ძალიან დიდი წარმატებით, რომელსაც ძალიან დიდი ალბათობით თქვენ საერთოდ არ ელოდებით. კი ბატონო, თავისი რაღაც პატარ-პატარა დაბრკოლებებით, იმიტომ რომ რეალობის განახლება ყოველთვის მარტივი და სასიამოვნო შეიძლება არ იყოს, ხო? ერთის შეხედვით, მაგრამ საბოლოო ჯამში გაგაბედნიერებთ ნამდვილად. კარგი, დავამატოთ მეთქი, გავაგრძელოთ მეორე ვარიანტი. თქვენ რა გაგახარებთ? ცხოვრების ამ ეტაპზე თითქოს გხედავთ დასტრესილად, თითქოს ძალიან ბევრს მუშაობთ, ან ძალიან ბევრს დაარდავთ, შფოთვების შესაძლებელია იყოს ძალიან ინტენსიური ფიქრები, ეგრეთ წოდებული overthinking-ი.
დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გაგახარებთ თქვენ. მეორე ვარიანტი ახლო მომავალში რა გაგახარებთ. რა გაგახარებთ, აბა? თასების 10-იანი ზოგადად თქვენს რეალობაში შემოდის რაღაც საკმაოდ კარგი პერიოდი, მინდა გითხრათ. აქ ჩანს რაღაც ახალი ინტერესები, რაღაც ახალი სიყვარულიც შეიძლება იყოს აქ სავსებით. ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ზოგი თქვენგანი აქ რაღაც სიყვარულო ურთიერთობებშიც შევა, იმიტომ რომ აქ თასების 10-იანი და კვერთხების მეფე ამოვიდა. აი თითქოს კონკრეტული მამაკაცი შემოდის თქვენს რეალობაში. თუმცა რა თქმა უნდა, ყველასთან აქ მაინც და მაინც სასიყვარულო ურთიერთობის კუთხით არ რეზონირდება. ბევრი თქვენგანისთვის აქ სავსებით შესაძლებელია შემოვიდეს თქვენს რეალობაში ძალიან კარგი, ძალიან ერთგული და ძალიან რაც მთავარია ჯანსაღი მეგობარი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერში დაგეხმარებათ და რომელიც აბსოლუტურად ყველანაირად იქნება თქვენი ერთგული, თქვენ კი მისი. აი რაღაც ასეთი სცენარები წამოვიდა. თუმცა ამასთან ერთად აქ რაღაც რომანტიული ინტერესებიც აუცილებლად შემოდის თქვენს რეალობაში. აი, იცით რას ხედავ? რომანტიულ ეიფორიას, აი, როდესაც ახალ შეყვარებულები ვართ, თავიდან მოგწონს ვიღაც, ხო, ძალიან აჟიტირებულები ვართ და ბედნიერები ვართ ამის გამო. აი, რაღაც ასეთ სურათს ხედავ აქ აშკარად. რაღაც ძველი სცენარები სრულდება, ასევე შემიძლია გითხრათ. და სხვათა შორის, იცით, აქ კი ვხედავ რომანტიულ ინტერესს ვიღაც ახალ ადამიანს, ვინც მოგეწონებათ როგორც მინიმუმ და ვიღაც ახალ მეგობარს, ან ორივეს ერთ ადამიანში. მაგრამ ასევე სავსებით შესაძლებელია იყოს რაღაც ახალი საქმიანობა. ხო, აი, სავსებით შესაძლებელია იყოს რაღაც ახალი საქმიანობა, რომლისგანაც, ასე ვთქვათ, ცეცხლი მოგეკიდებათ და რომელიც ძალიან მოგეწონებათ, რომელიც ძალიან გაგათმოთ, ძალიან ცეცხლს წაგიკიდებთ შინაგანად და მოგანდომებთ იმას, რომ ამ საქმიანობაზე მაქსიმალურად ინტენსიურად და ბევრი იმუშაოთ, რომელიც ასევე თქვენთვის ძალიან ნაყოფიერი იქნება. და ვინ შეამჩნიეთ, რომ აქ წყვილი ამოვიდა, კვერთხების მეფე და კვერთხების დედოფალი. ძალიან ბევრი თქვენგანი დაიწყებს რაღაც ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს, ან ძალიან მნიშვნელოვან, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს გაიცნობთ აუცილებლად, რომელიც თქვენს რეალობას, თქვენს ბედს შეცვლის აუცილებლად უკეთესობისკენ. რა თქმა უნდა, ზოგისთვის რომანტიული გაგებით, ზოგისთვის კი მეგობრული გაგებითაც. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გევშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.